ვერცხლის ცხვირა. იყო და არა იყო რა. იყო ერთი მრეცხავი ქვრივი დედაკაცი. 3 ქალი ჰყავდა. 3-ვე დედასავით გამრჯე და მშრომელი იყო. საწყლებს დღეღამე გასწორებული ჰქონდათ. ლუკმაპური კი მაინც აკლდათ. ერთხელ ქვრივის უფროსმა ქალმა თქვა: ამ სახლში ცხოვრებას ეშმაკს ვემსახურო ის მირჩევნია. ვაიმე შვილო, ეგ რა თქვი? წაიჩურჩულა შეშინებულმა ქვრივმა. ემან ეშმაკმა არ გისმინოს და რა მეუბედურებას არ გადაეყარო. რამდენიმე დღის შემდეგ შავ სამოსში გამოწყობილი სინიორი ეწვიათ. ზრდილობიანი, ტკბილ მოუბარი კაცი იყო, მაგრამ ერთი უცნაური რამ სჭირდა. ვერცხლის ცხვირი ჰქონდა. დავიგე 3 ქალი გყავთ. უთხრა ქვრივს სტუმარმა. მოსამსახურად მომეცით 1 ქალი. ქვრივი სიამოვნებით მისცემდა ქალს მოსამსახურად, მაგრამ თვალში არ მოუვიდა სტუმრის ცხვირი. გაიხმო განზე უფროსი ქალი და უთხრა: შენ თვითონ გადაწყვიტე, შვილო, რაღაც უცნაური კაცი ჩანს. ასეთი ცხვირი ჯერ არსად მინახავს. დაი თუ მერე ინანო. ქალს გაჭირვებამ ისე შეაძულა საკუთარი კერა, რომ უცნობ კაცს მოუსავლეთშიც წაჰყვებოდა. წინ დიდი გზა ედოთ. იარეს, მთაბარი გადაიარეს. გაიხედა ქვრივის ქალმა, შორს წითლად კაშკაშებდა რაღაც. აფორიაკდა და ბატონს ჰკითხა: ქვემოთ რა ჩანს? გეშინია, ეს ჩემი სახლია და ჩვენც იქითკენ მივეშურებით. უპასუხა ვერცხლის ცხვირა. მიდიოდა ვერცხლის ცხვირა, მიჰყვებოდა ქალი და შიშით გული ელეოდა. სახლი კი არა, თურმე უზარმაზარი სასახლე ჰქონდა ვერცხლის ცხვირას. ხოდა შემოატარა თავისი სასახლე. სულ 1/2-ზე უკეთესი დარბაზები უჩვენა ქალს და ოთახების გასაღებებიც ჩააბარა. ბოლოს უკანასკნელი ოთახის კართან რომ შედგნენ, ვერცხლის ცხვირამ ქალს უთხრა: აი, ეს არის ჩემი სახლი. დღეიდან შენ იქნები აქ დიასახლისი. ოღონდ ამ კარის გაღება არ გაბედო. გააღებ, ინანებ. მერე რაც მოგივა, შენც თავს დააბრალე. და უკანასკნელი ოთახის გასაღებიც ჩააბარა. გამოართვა ქალმა გასაღები და გაიფიქრა: ალბათ ძალიან საინტერესო რამეა ამ ოთახში. როგორც კი მარტო დავრჩები, მაშინვე კარს გავაღებო. ღამე, როცა ქალს ღრმად ეძინა, ვერცხლის ცხვირა ფეხაკრებით შეიპარა მის საწოლ ოთახში და მძინარეს თმაში ვარდი გაუყარა. მერე ისევ ფეხაკრებით გამოვიდა. მეორე დღეს ვერცხლის ცხვირა თავის საქმეებზე წავიდა. ქალი მარტო დარჩა თუ არა, დასტაცა ხელი გასაღებების აცმულას და ხელად საიდუმლო ოთახის კართან გაჩნდა. სულ ოდნავ გამოაღო, გამოიჭრა ოთახიდან ცეცხლის ალი და კვამლის ბოლქვები. დაინახა ქალმა როგორ იკლაკნებოდნენ იმ ცეცხლსა და კვამლში განწირული სულები და მიხვდა: ვერცხლის ცხვირა ეშმაკია. ამ კარს იქით კი ჯოჯოხეთიო. შიშით დაზაფრულმა ერთი კი შეჰკიულა, კარი მიაჯახუნა და კისრის ტეხით გაიქცა. გაიქცა, მაგრამ ჯოჯოხეთიდან გამოჭრილმა ცეცხლის ალმა თმაში გარჭობილი ვარდი შეუტრუსა. დაბრუნდა ვერცხლის ცხვირა. დაინახა ქალს თმაში გაყრილი ვარდი დასჭკნობია. აჰა, ურჩობა გაბედე. დაიღრიალა, სტაცა ხელი ქალს. გამოაღო ჯოჯოხეთის კარი და აგუზგუზებულ ცეცხლში უკრა თავი. მეორე დღეს ისევ ესტუმრა ქვრივს. თქვენმა ქალმა შემოგითვალათ, კარგად მოვეწყეო, მაგრამ საქმეს ვერაუდის, დამხმარე სჭირდება. შუათანა ქალს ხომ ვერ გამატანთ? წაიყვანა ვერცხლის ცხვირამ ქვრივი შუათანა ქალი. მივიდნენ სასახლეში, ჩააბარა გასაღებები. უატარა მთელი ოთახები უკანასკნელი ოთახის გარდა და დაარიგა. ამ ოთახის კარი არამც და არამც არ გააღოო. ნეტა ვერთი, რაში მაინტერესებს თქვენი საიდუმლო? მიუგო ქალმა. საღამოს, როცა ქალი დაწვა და დაიძინა, ვერცხლის ცხვირა ფეხაკრებით შეიპარა მის საწოლ ოთახში და მძინარეს თმაში მიხაკი გაუყარა. მეორე დილით გავიდა თუ არა შინიდან ვერცხლის ცხვირა, ქალს გულმა არ მოუთმინა. მივიდა საიდუმლო ოთახის კართან და გამოაღო. გამოაღო კარი, გამოიჭრა ოთახიდან ცეცხლის ალი და კვამლის ბოლქვები. შეესმა ცოდვილთა გოდება და მათ შორის თავისი უფროსი დაც დაინახა. დაო, დამიხსენი ამ ჯოჯოხეთიდან. შეესმა დის მუდარა. გოგონა შიშისაგან გაირინდა. მერე კარი მიაჯახუნა და კისრის ტეხით გაიქცა. მირბოდა და არ იცოდა სად დამალულიყო. ყველაფერს მიხვდა. ვერცხლის ცხვირა ეშმაკია, დავიღუპე მეუბედურიო. დაბრუნდა ვერცხლის ცხვირა. დაინახა თმაში გაყრილი მიხაკი დასჭკნობია ქალს. უსიტყვოდ სტაცა ხელი ცოდვილს და ჯოჯოხეთში უკრა თავი.
მეორე დღეს დიდებულივით გამოეწყო და ისევ მიადგა მრეცხავს კარზე. ოჯახში იმდენი საქმეა, რომ თქვენი ორი ქალი ვერაუდის. გამოუშვით ჩემთან უმცროსიც. ასე გაიტყუა ვერცხლის ცხვირა მქვრივის უმცროსი ქალი ლუჩია. მაგრამ ლუჩია დებში ყველაზე ჭკვიანი იყო. შემოატარა ვერცხლის ცხვირამ თავისი დარბაზები, მისცა გასაღებების აცმულა და დაარიგა უკანასკნელი ოთახის კარი, არამც და არამც არ გააღო. ღამე, როგორც კი თვალი მიელულა ლუჩიამ, მიეპარა ვერცხლის ცხვირა და თმაში ჟასმინი გაუყარა. ადგა დილით ლუჩია, თმის დავარცხნა უნდოდა. სარკეში რომ ჩაიხედა, ჟასმინი დაინახა. გაეცინა ქალს, რა კარგია ვერცხლის ცხვირას ჩემთვის ჟასმინი გაუყრია თმაშიო. მოდი წყალში ჩავდგამო. აიღო ჭიქა, ჩაასხა წყალი და ჟასმინი შიგ ჩადო. მერე ნელა დაივარცხნა თმა და როცა დარწმუნდა რომ მარტო დარჩა, გაიფიქრა. ახლა კი ვნახოთ იმ საიდუმლო ოთახში რა აქვს ვერცხლის ცხვირასო. გამოაყო ლუჩიამ კარი, გამოიჭრა ცეცხლის ალი და კვამლის ბოლქვები. გოგონამ დაინახა ტანჯული ცოდვილები და თავისი უფროსი დებიც. ლუჩია, ლუჩია, დაუყვირეს დებმა. გვიშველე, გაგვიყვანე ჯოჯოხეთიდან. ლუჩიამ კარი მაგრად მიხურა და დაფიქრდა. რა ვქნა, როგორ დავიხსნა ჩემი დები ამ უბედურებიდანო. ეშმაკის დაბრუნების დრო რომ მოახლოვდა, თმაში ჟასმინი გაირჭო და ისეთი სახე მიიღო, ვითომც აქ არაფერიო. შეხედა ვერცხლის ცხვირამ ჟასმინს და უნებურად წამოიძახა. როგორ ღაღანებს. რა დააჭკნობდა? უთხრა ლუჩიამ. აბა, დამჭკნა ყვავილს ვინ გაიყრის თმაში? რა თქმა უნდა. კვერი დაუკრა ვერცხლის ცხვირამ. ეს ისე ვთქვი, კარგი გოგო ხარ თუ მომავალშიც ასე ჭკვიანად მოიქცევი. მე და შენ შეხმატკბილებულად ვიცხოვრებთ. მოგწონს ჩემი სასახლე? ძალიან მომწონს, მაგრამ ერთი რამ არ მასვენებს. მიუგო ლუჩიამ. რა იყო? რა არ გასვენებს? კითხა ეშმაკმა გოგონას. დედის ამბავი არ ვიცი. აქეთ რომ მოვდიოდი, დედა შეუძლოდიყო. მერე ამან შეგაწუხა? დღესვე შევივლი დედა შენთან, გული დაიმშვიდე. მადლობელი ვარ ბატონო, მაგრამ თუ ასეთ სიკეთეს მისამ, ბარემ ხვალ წადით და დედას თეთრეულით წაუღეთ გასარეცხად. თუ მომჯობინდა გამირეცხავს. ხომ არ გაგიჭირდებათ თეთრეულის წაღება? კითხა ლუჩიამ ეშმაკს. რა დიდი საქმე ეგ არის. ჩაიცინა ეშმაკმა. როგორი მძიმე ტომარაც უნდა მომცე, ციმ მივუტან დედა შენს. გავიდა თუ არა ვერცხლის ცხვირა შინიდან, ლუჩიამ ჯოჯოხეთის კარი გამოაღო, გამოათრია უფროსი და ჩასვა ტომარაში და უთხრა. წყნარად იჯექი კარლოტა, ეშმაკი მალე დაბრუნდება, მოგიგდებს ზურგზე და მიგაცუხცუხებს ში. გზაში თუ შეატყო რომ ტომრის მიწაზე დადებას დააპირებს, მაშინვე დაიძახე, ხედავ თქო. დაბრუნდა ვერცხლის ცხვირა, ლუჩიამ ტომარა უჩვენა. აქ არის გასარეცხი თეთრეული, მართლა წაუღებთ დედა ჩემს? რა იყო? არ გჯერა? გაუკვირდა ეშმაკს. ჯერა, როგორ არა, მე ისეთი გამჭრიახი თვალი მაქვს, ხრამთასიქით რა ხდება, აქედან ხედავ. აი გზაზე ტომარა რომ ჩამოიღოთ, მე აქედან დაგინახავთ. ეშმაკს ჩაეცინა, არ დაუჯერა ასე შორს როგორ დამინახავსო. კარგამძიმე ყოფილა ეს ჭუჭყიანი თეთრეული. ამოიხნიშა ეშმაკმა ტომარა ზურგზე რომ მოიგდო. მაშ რა იქნება, რამდენი წელია თეთრეული არ გაგირეცხავთ? შვიდად უპასუხა ლუჩიამ. ვერცხლის ცხვირამ ზურგზე ტომარა მოიგდო და გზას გაუდგა. იარა, თითქმის ნახევარი გზა გალია და გაიფიქრა. ხომ არ მოხსნა ტომარას თავი, ვინ იცის, იქნებ იმზე თუ ნახავმა, ჩემი ქონება ჩადო ტომარაში და სახლი გამომიცარიელა. ის იყო ტომარა ძირს უნდა დაედო რომ ეჰეი, ხედავ. იმ წუთას იყვირა ტომარაში მჯდარმა კარლოტამ. ფუი, იმ კუდიანს თურმე მართალი უთქვამს. მის მეტი ამ სიშორეზე ვერავინ დაინახავს. მართლაც საოცარი თვალი ჰქონია. აბუზღუნდა ვერცხლის ცხვირა. წამოიკიდა ტომარა და პირდაპირ დაადგა ქვრივის სახლის გზას. თქვენმა ქალმა გასარეცხი თეთრეული გამოგიგზავნათ და დამაბარა გამიგე დედაჩემი როგორ არისო. გავიდა თუ არა ვერცხლის ცხვირა, ქვრივი ტომარას მივარდა და თავი მოხსნა. საწყალი ქალი სიხარულით სას ეწია უფროსი შვილი რომ დაინახა.
გავიდა 2 კვირა. ისევ დანაღვლიანდა ლუჩია. ეშმაკს თხოვა, დედის დარდი არ მასვენებს, გამიგეთ როგორ არისო და მეორე ტომარა თეთრეულიც გაატანა. ასე მიუყვანა ქვრივს ვერცხლის ცხვირამ შუათანა ქალიც. გზაში რამდენჯერმე დააპირა ტომრის თავის მოხსნა, მაგრამ როგორც კი ძირს დაუშვებდა ტომარას, იმ წუთას შემოესმოდა. ეჰეი, გხედავ. რეცხავმა ქალმა უკვე იცოდა რა სულიერიც ბრძანდებოდა ვერცხლის ცხვირა და კვლავ რომ გამოეცხა და შიშით გული გადაუქანდა. ვაითო სუფთა თეთრეული მომთხოვოსო. ვერცხლის ცხვირამ კი ტომარა ჩამოიღო და ქვრივს უთხრა. სუფთა თეთრეულს მერე წავიღებ. ამ წყეულმა ტომარამ ზურგი დამიბეჟა და შინ ხალვათად უნდა წავიდე. გავიდა თუ არა ვერცხლის ცხვირა, შეშინებულმა ქვრივმა ტომარას თავი მოხსნა და შუათანა შვილს გადაეხვია. ახლა ლუჩიას დარდი კლავდა, რა ეშველება იმ უწმინდურის ხელშიო. რასაკეთებდა ლუჩია? დიდხანს არ გაუვლია, ისევ სთხოვა ეშმაკს დედის ამბავი გამიგეო. ეშმაკს მოჰბეზრდა ჭუჭყიანი თეთრეულით გატენილი ტომრების თრევა, მაგრამ ლუჩია ისეთი დაუზარელი, ისეთი გამრჯე იყო, რომ ეშმაკი ვერაფერზე უარს ვერ ეუბნებოდა. წინა საღამოს ლუჩიამ თავი მოიავადმყოფა და ადრე დაწვა დასაძინებლად. თეთრეულის ტომარას კართან დავდე. თუ დილით უკეთ არ ვიქენი და ვერავდექი, ტომარა წაიღეთ. დაუბარა ეშმაკს. თურმე იმ კუდიანმა ლუჩიამ წინასწარ ჩვრებისგან თავის სიმაღლე დედოფალა შეკერა. ჩააწვინა ეს დედოფალა ლოგინში. წააფარა საბანი, წაიჭრა ნაწნავები, მიაკერა დედოფალას თავზე, თვითონ კი ტომარაში ჩაძვრა. დილით ვერცხლის ცხვირამ ლუჩიას ოთახში შეიჭყიდა. ლუჩიას ეძინა, წამოიკიდა ტომარა და გზას გაუდგა. დღეს ხომ შეუძლოდ არის ლუჩია, თვალს ვეღარ მადევნებს. მოდი შევამოწმებ, მართლა ჭუჭყიანი თეთრეულია თუ არა ტომარაშიო. გადაწყვიტა ეშმაკმა. ფრთხილად ჩამოიღო ტომარა და ის იყო თავი უნდა მოიხსნა, რომ შემოესმა. ეჰეი, გხედავ. ფუი, ისე ახლოს გაისმა ლუჩიას ხმა, თითქოს აქვე იყოს. ერიჰა, ამ გოგოსთან ფრთხილად უნდა ვიყო. ისევ წამოიკიდა ტომარა და გზას გაუდგა. რეცხავის კარს რომ მიადგა, დააკაკუნა. თეთრეულს მერე წავიღებ. შინ მიმეჩქარება, ლუჩია შეუძლოდ არის. უთხრა ქვრივს და წავიდა. ასე შეიყარა მთელი ოჯახი ერთად და რა კი ლუჩიას არ დაავიწყდა ეშმაკის სახლიდან ფულით გატენილი კარგამოზრდილი ქისის წამოღება, ოჯახი წელში გაიმართა. ცხოვრობდნენ ბედნიერად და უზრუნველად. ეშმაკის დასაფრთხობად კი კარის წინ დიდი ჯვარი დადგეს.